საქართველოში წითელა შემთხვევების აგზნობლად გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა 6,000-ს გადააჭარბა მაშინ, როდესაც გასულ წელს მხოლოდ 31 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს წელს 2 ადამიანი ემსხვერპლა, ერთ-ერთი მათგანი მცირეწლოვანი ბავშვია. დაავადებულთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ურჩევს იმუნიზაცია დროულად ჩაიტაროს. 6,399 ინფიცირებული და 2 გარდაცვლილი, ასეთია წითელას წლევანდელი შედეგები ამ დროისთვის. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2013 წლის აგვისტოს მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა სულ 6,389 შემთხვევა. აქედან თბილისში 3,684 შემთხვევების უმრავლესობა 20-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე მოდის. ასე გამოიყურება წითელას შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად. არ არის აცრა, წითელა იქნება, ოდესღაც დაემართება ადამიანს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ვირუსის ასეთი მაჩვენებელი მათთვის მოსალოდნელი იყო. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც საყოველთაო იმუნიზაციის პერიოდში უარი თქვა ვაქცინაზე 2008 წელს, რისკის მაღალ ჯგუფში შედიან. 9,000-ზე მეტი შემთხვევა იყო მაშინ და 2008-ში დაიგეგმა სწორედ ასე ვთქვათ, ესეთი ვგითხრათ მასობრივი კამპანია, სადაც მილიონი ადამიანი იყო მაშინ, ეს ყველაფერი გამოთვლილი იყო, თქვათ, ვის სჭირდება ყველაზე უფრო მეტად აცრა და სამწუხაროდ მაშინ აიცრა მხოლოდ 9 მილიონი ადამიანი. წითელა აეროვანი გზით ვრცელდება, მისი გადატანა ყველაზე ძალიან უჭირთ 1 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთა ვაქცინაცია მიღებული რეკომენდაციებით არ შეიძლება. ვირუსი მოზრდილ ასაკშიც რთულ ფორმებს ღებულობს. წითელას გავრცელება განსაკუთრებით იმ პატარებში ხდება, რომელთა დედებიც აცრილები არ არიან. Ვამდე ასაკი, რომლებიც არიან დაბადებული იმ დედებისაგან, რომლებსაც თვითონ არ ჰქონდათ იმუნიტეტი და შესაბამისად მათ შვილებს თანდაყოლილად არ დაყვათ იმუნიტეტი, სწორედ ისინი გახდნენ უფრო მეტად ავად. დედები და მათი შვილები. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა იმუნიზაციის ასაკობრივი არეალი. იმუნიზაცია უფასოდ 14 წლის ჩათვლით უტარდებათ პატარებს და იმ ადამიანებს, ვისაც ახლო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულებთან. პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა და არ იწვევს გართულებებს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ესეთი დასავლური წარმოების, ყველაზე უფრო პრესტიჟული წარმოების ვაქცინა მე არ შემიძლია დავასახელო. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ადამიანები ქრონიკული დაავადებებით და მძიმე ოპერაციების შემდეგ არ ექვემდებარებიან იმუნიზაციას, რაც ინფიცირების რისკს ზრდის და ხშირად ლეტალურად მთავრდება. ექიმები საზოგადოებას ურჩევენ აუცილებლად ჩაიტარონ იმუნიზაცია, რათა ამით დაიცვან მათ გარშემო მყოფები. თუ საზოგადოება ელემენტარულ იმუნიზაციაზეც უარს ამბობს იმისთვის, რომ თავისი წევრი, თავისი გვერდით მდგომი დაიცვას დაავადებისგან, ასეთ საზოგადოებას არ ვიცი მე რა რაზე უნდა ილაპარაკო აქ საერთოდ. ქუჩაში შერჩევითი გამოკითხვის შედეგად რესპონდენტების უმრავლესობა ამჯობინებს დროულად ჩაუტარდეთ ვაქცინაცია. გეგმიური აცრებს კონსულტაციის მიხედვით მიუყვები და რა თქმა უნდა მიმაჩნია, რომ არის ძალიან კარგი გზა, რომ ბავშვი დაცული იყოს. პრაქტიკულად ექიმებზე ვარ დამოკიდებული, რასაც იტყვიან, რომ აუცილებელია და სავალდებულოა, ის უნდა გაკეთდეს ყველა შემთხვევაში. 2015 წელს ევროპის ქვეყნები მასშტაბური იმუნიზაციით გეგმავენ სრულიად გათავისუფლდნენ წითელასგან. ამ ევროპულ აქციას საქართველოც შეუერთდა.